მით და კიდე მე იმ ხალხზე არ ვიცი, ფიქრობ ხოლმე რომ ეს რა საზოგადოებაა რომ კარგი იყო მიშას დროს ეს ბიზნესმენები რო იძახიან რომ აიო მეო ფულს რომ ახარჯუნებ და ძალითო და რომ მიჭერდაო. მართლა აი მოუხედრი რომ ეგეც საზოგადოებაში რომ უთქვამთ რომ აი ესენიო ხო ესენი არ მთხოვენ ფულს არაფერს არ ანუ ეს თქვა ჯიბეში არ მიძრებიანო და ის რომ მიჭერდაო და ამის შიშიტო მეო საქმეს ვაკეთებდიო და მეტი საქმის კეთება შემეძლო. და აი რა უნდა უთხრა რა არგუმენტი უნდა გასცე რა ანუ უნდა ეგეთ ბიზნესმენს და ესეთ საზოგადოებას ხო ის არგუმენტი უნდა გასცე რომ უნდა რეალურად შეაგრძნობინო სახელმწიფოს როლი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ბიზნეს სექტორში მით უმეტეს. არა ეხლა მე თქვენ ახსენეთ ბიზნესმენები ეხლა იმ დღეს გამოვიდა TV პირველზე ერთ-ერთი ბიზნესმენი ეს კაცი კაცო მე თავიდან პატივსცემდი ამ კაცს მაგრამ მე გამაუცა ამ კაცმა თავისი განცხადებებით და ერთი ნახეთ რა განცხადებები გააკეთა ეს არის ირაკლი გურჩიანი Toyota ცენტრის ხელმძღვანელი რუსი გველის და ბელარუსი რუსეთი აი გველის მე კარფე არ გველის მაგრამ არ გამოვექთება არ გამოვა ეკონომიკურად შეიძლება თქვათ რომ აბსოლუტურად ჩამოიშლება ვაფშე ყველაფერი რა ვაფშე ჩამოიშლება მაინტერესებს და ჯერ ბელორუსი გველისო ერთი მაინტერესებს დადიხარ შენ უცხოეთში ხშირად და ერთი ჩადი ბელორუსში და ნახე ერთი რამდენი ათასიანი საწარმოები მუშაობს 20 25 15,000-იანი საწარმოები მუშაობს რა ბელორუსია ჩამოშლილი არის ევროპაში არ არის იმხელა საწარმოები და ფაბრიკები რამდენიც ბელორუსში არის და თუ ბელორუსია გველი ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები მე მაგის კიდე რა არის იცით ეს ადამიანი მაგას არ უნდა ლაპარაკობდეს იმიტომ რომ მანქანების ექსპორტი და იმპორტი სწორედაც ეხლა არის გაზრდილი მოკლედ საგრძნობად არის გაზრდილი დაახლოებით 80% თუ 90% მომატებულია იმიტომ რომ კარი გაიხსნა ყაზახეთისკენ, რუსეთისკენ, ტაჯიკისტანისკენ და ეს მანქანები გაედინება. სხვათა შორის მისი მანქანების გაედინება Toyota-ს მანქანები და რატოა უკმაყოფილო რომ ეკონომიკურად ეს ბაზარი ეს კარიც გაიღო მე მართლა გაოცებული ვარ აი ესეთ შეშფოთებული სახით ბატონი გურჩიანი რატო აკეთებს ეს განცხადებას რომ წესით ანუ აქ ცუდი არაფერი არ არის ეკონომიკა ვითარდება მეტი კონკურენციაა და თუ რამის თავი გაქვს მეტად გააკეთე აქ რა შუაშია ან თავარია რომ არავინ არ გატერორებს თავარია რომ არავინ არ გაგინებს არ ახარ დათორგუნული თუ რაიმეს შესაძლებლობა გააკეთე ბიზნესი არავინ ჯიბეში არ გიძრება რას ნერვიულობ და რა ემოციებში ხარ და რა იმაშვები რა ქვია რას ინტრიგნობ რო ითქვია შენი საქმე გააკეთე აკეთე თუ შეგიძლია და კონკურენცია გაუწიე იმ შენს კონკურენტებს რომლებიც აი ამ სადელივერო კომპანიები არიან წარმოდგენილი რომლებიც მანქანებს ყიდიან არა თუ ისე როგორც ეხა მაგალითად აკეთებ განცხადებას და მტრის წისქვილზე ასხავ წყალს ეს არ არის ანუ არ არის სწორი მიდგომა მართლაც რომ ისე გაგიკეთოს დღევანდელმა ხელისუფლებამ აი ბატონ გურჩიანს მიმართავ რა რომ აი მართლაც რომ ისე მოექცეს ეს ხელისუფლება როგორც წინა ხელისუფლება ექცეოდა ბიზნესს მე რაღაც იტყოდით ერთი ვერ გავიგე მე რაღაც იტყოდით რომ აი ესე უცბად აღმოჩნდებოდით რომ ჯიბეში ფული არ გიდევთ და არაფრის შესაძლებლობა არ აქვს ხო ვერაფერს ვეღარ იტყოდით ამიტომ წყნარად იყავით და თქვენი საქმე აკეთეთ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის რომ მაქსიმალურად ჯანსაღი კონკურენცია იყოს თუ შესაძლებლობა აქვს ბიზნესმენს აგერ ევროპაში გაიტანოს ნებისმიერი საგანი თუ საქონელი თუ შესაძლებლობა აქვს აგერ რუსეთში გაიტანოს და სხვადასხვა ბაზრებიც აითვისოს თუნდაც აგერ ჩინეთის მიმართულებით აქ რა არის ცუდი თუ ბატონი გურჩიანი იმიტომ არის ესე ვთქვათ გაცოფებული და ცოფებს იმიტომ ყრის რომ ჩინეთს გაიხსნა ამხელა შესაძლებლობა და ეს კარიც გაიღო ანუ მანქანების ჩამოყვანის და გაყვანის კუთხით და კონკურენციას ვეღარ უწევს და ეხა გახდა ეს ხელისუფლება ცუდი? ანუ სწორე აქ სხვა ლოგიკა სადა ბიზნესმენი რო გამოდის ბატონ ნიკოლოზ და იძახის რომ ეს ხელისუფლება ცუდია. მარტივი კითხვა ხო უნდა დაისვოს რატოა ცუდი? კი პასუხი რა აქვს იცით? რუსეთისკენ მივდივართ. განა ისა აქვს მაგალითად პასუხი რომ ბიზნეს ტერორი ხდება, მართმევენ, ვიღაცა ფინანსური პოლიცია შემომივარდა, ჩემი ოჯახის წევრზე მასანტაჟებენ, არა. რუსეთისკენ მივდივართ. არა,